თებერვალში საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენა. ყველაზე მაღალი 1.57%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ კი შესაბამისად 1.32% და 1.15% აჩვენა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით ფონდის აქტივებმა თებერვლის ბოლოსთვის 8 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარს მიაღწია. სად არის ინვესტირებული მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები, რა განსხვავება სამ საინვესტიციო პორტფელს შორის და რა მოლოდინებია ფონდის შემოსავლიანობის მხრივ? თემაზე ვრცლად საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან ანა ნაჭყევიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ამ დღეების განმავლობაში, როდესაც საკმაოდ მერყევი იყო საფონდო ბირჟებზე სურათი და ძალიან ბევრი ინვესტორისთვის გაურკვევლობა იყო. ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან აქტივად ბოლო დღეების განმავლობაში იყო დასახელებული ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციები დოლარის საკმაოდ ისეთი კარგი პოზიციების გათვალისწინებით და მაშინ ფიქრობდი, რომ რეალურად ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაუშვათ სწორად განათავსო ამა თუ იმ მიმართულებით აქტივები. ეს დღევანდელი ვითარება კიდევ ერთხელ თვალსაცემს ხდის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო და რამდენად სწორად მიიღებთ ამა თუ იმ მიმართულებით გადაწყვეტილებას. ამიტომ დავიწყოთ, აი ხა რა ხდება თებერვლის მონაცემების მიმართულებით, რა სურათი გვაქვს და მე უკვე ვისაუბროთ აი იმ პროცენტულ მაჩვენებლებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ვის სად აქვს განთავსებული, იმის მიხედვით რა მოცულობის დაუშვათ სარგებელი შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ ნაწილიდან. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდში ვართ. მარტი მოგეხსენებათ დიდი აქტივობით დაიწყო განსაკუთრებით რეგიონში, რამაც რა თქმა უნდა პირდაპირი გავლენა იქონია აქციების ბაზარზე და შესაბამისად ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზეც. თუმცა სანამ მარტის მოვლენებს შევეხები, პირველი ორი თვე რო შევაფასოთ 2026 წლის, საკმაოდ დადებითად დაიწყო წელი და ჩვენმა სამივე პორტფელმა მაღალი მომგებიანობა აჩვენა, მათ შორის დინამიკური პორტფელი, რომელიც შედარებით მეტი პროცენტით არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში, დინამიკური პორტფელი ლიდერობდა დაახლოებით ამ ორი თვის მონაცემებით 4.4% მომგებიანობა აჩვენა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისთვის შედარებით დაბალი იყო. ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში აისახება და ამას ხსნის აქციების ბაზარზე განვითარებული მოვლენები. პირველი ორი თვის განმავლობაში ჩვენ როგორც მაკროეკონომიკურ ფონზე, ისე აქციების კომპანიების სიახლეების მიხედვით საკმაოდ პოზიტიური სიახლეები და ტენდენციები გამოიკვეთა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი აქტივების ზრდას. თუმცა მარტის დასაწყისი საკმაოდ დიდი მერყეობით დაიწყო და ეს მერყეობა ყველაზე მეტად დინამიკურ პორტფელზე აისახა და შესაბამისად გვქონდა გარკვეული კორექცია დინამიკური პორტფელის. კი ბატონო, ახლა მივყვეთ თანმიმდევრულად. თავდაპირველად სად არის განთავსებული ჩვენი აქტივები? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამდენად უსაფრთხო ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი თავს და რეალურად რის მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებებს, რომ ესა თუ ის დაუშვათ მიმართულებით პორტფელი განათავსოთ ამა თუ იმ ნაწილში და აი ეს თავარი, რაც ალბათ თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რამდენად სწორად შეაფასებთ ხო არსებულ სურათს გლობალურად თუ ადგილობრივ მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სად არის ამ მოცემულობით განთავსებული ჩვენი აქტივები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მართავთ სამ პორტფელს, კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური და ამ პორტფელების აქტივების განაწილებისას ხელმძღვანელობთ კანონით და იმ ჩარჩოთი, რომელიც მოინჭებული გვაქვს საკანონმდებლო დონეზე. ეს გულისხმობს გარკვეულ ლიმიტებს აქტივების კლასების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია სამივე პორტფელისთვის და მაგალითისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიმიტი არის დოლარში დენომინირებული აქტივების წილი. მაგალითად, კონსერვატიულ პორტფელში კანონით განსაზღვრულია, რომ 20%-ზე მეტი არ შეიძლება რომ ინვესტირებული იყოს უცხოურ აქციებში და უცხოურ აქტივებში, ხოლო დინამიკურ პორტფელში ეს შედარებით მაღალი მაჩვენებელია დაახლოებით 60%-ია. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვიგეგმებით, მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტორი, ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტს განსაზღვრავს ჩვენი მონაწილეების ასაკი. საშუალოდ ჩვენი მონაწილეების ასაკი არის დაახლოებით 40 წელი, რაც ნიშნავს, რომ ძალიან გრძელი საინვესტიციო ვადა გვაქვს და შესაბამისად ჩვენი აქტივების განაწილებაც აი ამ სტრატეგიას ერგება. როგორც გრძელვადიანი ინვესტორი, გადაწყვეტილებას ვიღებთ არა მოკლე
მოკლევადიანი მერყეობების მიხედვით, არამედ გრძელვადიან ვადაში რა მოლოდინები გვაქვს ამა თუ იმ აქტივის კლასზე და ამას ვაკეთებთ ყოველწლიურად. ამ ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული არის კორექტირება შეგაქვთ ხოლმე? კორექტირება სიტუაციის მიხედვით. რა თქმა უნდა, შეგვაქვს კორექტირება, თუმცა ჩვენ არა ვართ ინვესტორი, რომელიც მოკლევადიან მერყეობებს ავყვებით და უცებ რაღაც დიდ გადაწყობას გავაკეთებთ ჩვენი აქტივების. ძირითად შემთხვევაში თავიდანვე ისე არის დაგეგმილი აქტივების განაწილება, რომ მსგავს მერყეობებს მეტად გაუძლოს და ამას ხელს უწყობს დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს არა მარტო საქართველოში და საზღვარგარეთ აქტივების განაწილებას და პროპორციის მართვას, არამედ თვითონ უცხოურ აქციებშიც ჩვენ არა ვართ კონცენტრირებული რომელიმე კონკრეტულ რეგიონზე, მაგალითად არც ამერიკაზე, არც ევროპაზე. ეს განაწილებული გვაქვს. დაახლოებით 9000 კომპანია შედის ჩვენი პორტფელებში და აქ არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, რომლებიც არის მაგალითად ენერგეტიკა, რომელიც ამ დროს საკმაოდ პოზიტიური იყო. არის რა თქმა უნდა ტექნოლოგიური კარგ მდგომარეობაშია პირდაპირ გაგებით. ზუსტად ეს დივერსიფიკაცია გვეხმარება იმაში, რომ მსგავსი მერყეობების დროს არ გქონდეს რაღაცა მასშტაბური ვარდნა ჩვენი პორტფელების მომგებიანობაში. ამ წლებმა როგორც ფონდის გულშემატკივარი, სწორედ ასე ვკითხულობ ახლა ამ ნაწილს, აი ამ წლების სტატისტიკამ რა აჩვენა ის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გაქვთ დაგეგმილი პირობითად წლის დასაწყისში დაგეგმეთ ამ თუ იმ მიმართულებით. რეალურად რამდენად სწორი სტრატეგიაა კანონმდებლობის მიღმაც, ანუ რეალურად გადაწყვეტილება იმდენად მყისიერად იცვლება და ისეთი სისწრაფით, რომ შესაძლოა თუ კარგად არ იცნობთ სპეციფიკა, ძალიან გაგიჭირდეს ადამიანს რეალური სურათის აღქმა. თქვენი პასუხისმგებლობაც სწორედ ამ ნაწილში შემოდის, ხო? ამიტომ საინტერესო, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას ამ თუ მიმართულებით, რა ფაქტორებზე და რა საკითხებზე ან რა რისკებზე დაყრდნობით იღებთ ამ თუ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არც ერთი წლის წინ დარწმუნებული ვარ და შეიძლება ამ პროცესების ასე მკვეთრი სახით წარმართვისკენ შესაძლოა დავუშვათ ერთი თვის წინაც ცოტა ანალიტიკოს ასე პირდაპირ გეკეთებინოს განაცხადი. ამიტომ რა არის თქვენთვის მთავარი მაპროვოცირებელი ამ გადაწყვეტილებების ამ თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას? მთავარი რა თქმა უნდა არის ანალიზი ჩვენი გუნდის და მოლოდინების შეფასება, როგორც საერთაშორისო მკვლევარი ორგანიზაციების, ისე ჩვენი გუნდის სხვადასხვა ეკონომიკებზე. აქ ეს ანალიზი მოიცავს როგორც მაკროეკონომიკურ ანალიზს, ისე აქტივების მიხედვით, რა მოლოდინები გვაქვს ამა თუ იმ აქტივზე მომავალი 5-10-15 წლის განმავლობაში. თუმცა იმთავითვე, როდესაც ამ პორტფელებს ვაკეთებთ, მოლოდინი გვაქვს, რომ მერყეობა იქნება და ყველაზე კარგი შეფასების საშუალებას გვაძლევს სწორედ ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სტატისტიკა წლების განმავლობაში როგორია თქვენ, იმიტომ რომ ამ მასშტაბის შესაძლოა არა, მაგრამ არანაკლები საკმაოდ რთული პერიოდები გაიარეთ ამ წლების განმავლობაში. კი, ბოლო როგორც იცით, ჩვენ პორტფელები გავუშვით 2023 წლის აგვისტოში და ეს არ არის ძალიან დიდი პერიოდი, რომ ისტორია კარგად შეაფასო, თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა საკმაოდ ისეთი ეპიზოდები, როდესაც მნიშვნელოვანი კორექციები ვნახეთ აქციების ბაზარზე. ეს იყო თუნდაც 2025 წლის აპრილში, როდესაც ტარიფები გამოცხადდა, რომელმაც მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია აქციების. თუმცა აი ამ 3 წლის მონაცემებს რო შევხედოთ და სამ პორტფელს, გაწლიურებული მაჩვენებლით დინამიკური პორტფელი, რომელსაც მეტი წილი აქვს განთავსებული აქციების ბაზარზე, ლიდერობს დაახლოებით წლიური საშუალოდ წლიური მომგებიანობა არის 15%, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობა ამ პერიოდში იყო დაახლოებით 12%. და ამას პირველ რიგში უწყობს აქციების ბაზარი. აი მიუხედავად იმისა, რომ აი მერყეობის ეპიზოდები ყოველთვის არის და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ესეთი ეპიზოდები ყოველთვის იქნება და ჩვენ ამისი წინასწარ განჭვრეტის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ამ მერყეობის მიუხედავად აქციების ბაზარი არის ის აქტივის კლასი, რომელიც პირდაპირ ასახავს ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას, კომპანიების მომგებიანობას და სიჯანსაღეს. კი ბატონო, მაყურებელი, რომელიც ახლა გვიყურებს, დაუშვათ აქვს რომელიმე ამ მიმართულებით და აიქნება უეჭველი რომელიმე ამ მიმართულებით საკუთარი დაუშვათ ანაზოგი განთავსებული ამ პორტფელში, რეალურად როგორ უნდა მიხვდეს საჯობია და აი ამ 3 წელმა რა აჩვენა, რამდენად აქტიურად იცვლიან მოქალაქეები თუ პირიქით ყველა მომჯობინეთ რომ დავრჩენილიყავით მაინც კონსერვატიულ პორტფელში.
ჩვენი საპენსიო ფონდი არის სავალდებულო ყველა საქართველოს მოქალაქესთვის, ვინც დასაქმებული არის და დაახლოებით 1.7 მილიონ მოსახლეს ვაერთიანებთ და მათი მთავარი, ანუ ავტომატური პორტფელი არის კონსერვატიული პორტფელი. ანუ როდესაც სქემას უერთდები, ავტომატურად კონსერვატიულ პორტფელში ხვდები და მხოლოდ აქტიური გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც თვითონ მონაწილე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აქტივები გადაიტანოს სხვა პორტფელში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ აქტივების რეალოკაცია. ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტენდენცია არსებობს კონსერვატიული პორტფელიდან დაბალანსებულში და დინამიკურში აქტივების გადატანის, მაინც მათი ზომა საკმაოდ დაბალია. დაახლოებით 99% ჩვენი აქტივების არის კონსერვატიულ პორტფელში ინვესტირებული და როგორ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება ადამიანმა, პირველ რიგში უნდა შეხედოს თავის საინვესტიციო ჰორიზონტს. რაც ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან შედარებით ახალგაზრდა და აქვთ გრძელი საინვესტიციო ჰორიზონტი, უფრო მიზანშეწონილი არის ისეთ აქტივებში იყოს განთავსებული მათი საპენსიო დანაზოგები, სადაც მეტი მომგებიანობის მოლოდინები არის და ეს არის აქციების ბაზარი. ზოგადად ინვესტირებაში აქციების ბაზარი შედარებით მეტ რისკიანობასთან, თუმცა მეტ მომგებიანობასთანაც არის დაკავშირებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება თვითონ ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი რისკის აპეტიტის შესაბამისად და იმ მონაწილეებს, რომელთაც უნდათ, რომ თავიანთი დანაზოგები შედარებით მაღალ რისკიან, მაღალ მომგებიან პორტფელში კონდეთ, უნდა გადაიტანონ დინამიკურ პორტფელში, ვისთვისაც ეს შესაფერისი არ არის, კი ურჩებიან კონსერვატიულ პორტფელში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს იმის გათვალისწინებით, რომ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს ხელმძღვანელობთ ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ბრძანდებით, ხო, განსაკუთრებით საინვესტიციო კუთხით და აი ასეთი турბულენტური ვითარება, რომელიც გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ და რომელზეც ბევრ საუბრობთ ბოლო დღეების განმავლობაში, შესაძლოა მომავალშიც იყოს და შემდგომ. სტრატეგია როგორია თქვენი ფონდის და რა მთავარ პრინციპს ეფუძნებით შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას, მაგალითად პირობითად არსებული სურათის გათვალისწინებით? ჩვენი მთავარი ანალიტიკა ეფუძნება ფუნდამენტურ ანალიზს. ანუ როდესაც ვხედავთ მოკლევადიან შოკს და თუ თვლით, რომ ეს არის მოკლევადიანი შოკი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან ცვლილებებს პორტფელში არ ვაკეთებთ. თუმცა თუ დავინახავთ, როდესაც გარკვეული ცვლილება შეიძლება ისეთი ფუნდამენტური ეფექტი იქონიოს, როგორც ეკონომიკაზე, ისე კომპანიების მომგებიანობაზე, რომელმაც შეიძლება გრძელვადაში შეცვალოს ეს ჩვენი მოლოდინები, ამ შემთხვევაში სწორედ განვაახლებთ ჩვენ სტრატეგიულ ანალიზს და გადავაწყობთ პორტფელებს შესაბამისად, რომ უკეთესად მოვამზადოთ მომავლისთვის ჩვენი პორტფელები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ დღევანდელი ალბათ ერთი ყველაზე მთავარი კითხვა უსაფრთხოდ გვაქვს დაცული ჩვენი პორტფელები ამ არსებული რეალობის გათვალისწინებითაც ვკითხულობ. ჩვენი პორტფელის უდიდესი ნაწილი არის საქართველოში ინვესტირებული, ვინაიდან კონსერვატიული პორტფელია და საქართველოში ინვესტირებული გვაქვს შედარებით ურისკო, ნაკლები რისკიან აქტივებში. ეს არის საბანკო დეპოზიტები და მოგეხსენებათ, საქართველოში საბანკო სექტორი საკმაოდ მაღალი მომგებიანობით და სტაბილურობით გამოირჩევა და მეორე დიდი აქტივის კლასი არის სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციები, რომელთანაც დაკავშირებული რისკებით შედარებით დაბალია. შესაბამისად, აი ამ რისკიანი აქტივების წილი ჩვენ მთლიან აქტივებში შედარებით დაბალი არის და გავლენა ამ მომგებიანობაზე ასევე დაბალია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ანალიზისთვის, წარმატებებს გისურვებთ და რამდენიმე თვის შემდგომ კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ უკვე შემდგომი ტენდენციების გათვალისწინებით. ანა ნაჭყებია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.